ქალმა როგორ უნდა იგრძნოს თავი? Submissive მორჩილი უნდა იყოს. ერგო იმიტომ დავიწყე გენდერზე. ჭარჭუნიან ადამიანებს არ ვინდობი. ურთიერთობაში ორ ადამიანს აგვიკითხე ამ ფროიდიდან ადამიანო ია არ ვიცი ეხა მაშინ უნდა ბეძებო რაც აი ხო გასაგებია ეხა ეს როგორი ფსიქოლოგიცაა. დღეს გისმენდი სხვათა შორის ლაივში. მამა მე რა აზრი 50-50-ზე რო ლაპარაკობდი და ქალები თანასწორები არ უნდა იყვნენ კაცისო და ვინც თანასწორი არ არისო ისო რა უბრალოდ კაცი თუ არ გრძნობს ქალზე უფრო დომინირებულად თავსო იმასო ქალსო ჩამოვართმევო და ისეთი რაღაცები ელაპარაკე აი ყბა ჩამომივარდა საერთოდ რა fucking bitch I will take the fucking bitch კი ბატონო ყველა მამაკაცი რომელიც ურთიერთობაში თანახმარობს 50-50 სტანდარტზე ხო I will take the fucking bitch just like that. ინგლისური იცი? დარწმუნებული ვარ არ იცი, მაგრამ არა უშავს. რა არ ვიცი, კაცო, ინგლისურად ვცხოვრობ, ნახევარი ცხოვრებაა. მაგრამ რატომ და ვილაპარაკო ინგლისურ ენაზე? I will take the fucking bitch. ყველა ტიპი, რომელიც თანახმარის ურთიერთობაში 50-50 სტანდარტზე, პირველი ვთქვი რომ ეს არის ამ ბეტა მამრი, რომელიც ტიპი იცი რა მაინტერესებს სანამ დაიწყებს საუბარ, შენ ფსიქოლოგი ხარ, მართლა თუ რაღაცა ისა მიიკერე სტატუსი? არა, გენაცვალე, არა, ნამდვილი ფსიქოლოგი ვარ, თუ ამბიცია გექნება რომ ვიღაცა ფსიქოლოგებით ჩართო, სიამოვნებით, მალე მე უნდა ჩავთო, მე არ ვარ მაგ კატეგორიის ადამიანი, რომ შემოგასიო ხალხი კაცო. როგორც გაგიხარდება, ანუ გივა, ანუ შენ ესე იგი გენდერული თანასწორობის მომხრე არ ხარ. არა. შენთან ქალი რო არის, შენს ხელში ქალმა როგორ უნდა იგრძნოს თავი? Submissive მორჩილი უნდა იყოს. შენი საკუთრება უნდა იყოს. კი, ტერიტორიული ვარ. ხოლო კი, ჩემი ქალი, ჩემი ბავშვი, ჩემი მანქანა, ჩემი სახლი, ჩემი ბიზნესი, ჩემი ტერიტორიული ვარ, კი ბატონო. ანუ ქალი ნივთია? როგორც მანქანა ისე უნდა გქონდეს ქალი? ნივთობას არ გულისხმობს, აი ამაში. ტერიტორიულობა, ტერიტორიულობა ნივთობას არ გულისხმობს. როგორც მამაკაცი ურთიერთობაში შენ ლიდერი უნდა იყოს. ეხლა როდესაც შენ ტერიტორიული არ ახარ და თანახმა ხარ 50-50-ზე სტანდარტზე, ასე რომ შენ ურთიერთობაში იმაზეც თანახმა ხარ. ხო. ურთიერთობაში პრივილეგიას, რაც ნიშნავს პასუხისმგებლობას, ამას ვერ აიღებ. ეხლა ან თუ შენ თანახმა ხარ ურთიერთობაში 50-50 სტანდარტზე, რაც გულისხმობს იმას, რომ სტანდარტების განაწილება მოხდეს თანაბრად და ეს ყველაფერი გულისხმობდეს იმას, რომ ყველაფერი თანაბარი იყოს, რაც პასუხისმგებლობებსაც მოიაზრებს, პირდაპირ ვიზახი, რომ ქალი შენს მიმართ პატივისცემას დაკარგავს. აჰა. და შენ ამბობ, რომ ესე იგი იმ კაცებს, რომლებიც თანასწორად გრძნობს ქალთან თავს, ამ ქალს ესე აახევ რომ მოგინდეს? კი. რა გენიოსი ფსიქოლოგი ხარ შენ მეგობარო? ვიმჟელო. შეგიძლია ფსიქოლოგიური წყარო დამისახე. ერთი წამი ვიმჟელო. დაიცა, კითხვას რო გისვამ არ მაცდ. მიდი. რა? ანუ ვიმჟელოთ. ვჯელობ გეკითხები წყარო დამისახელი ფსიქოლოგიაში, რომელიც წყარო გასწავლის მაგას. კი, გეტყვი. ფროიდი არ არსებობს ურთიერთობაში 50-50 სტანდარტი. ურთიერთობის საწყისზე ორ ადამიანს ერთმანეთი თანაბრად არ უყვარდება. დაგეწერა ფროიდმა, შეგიძლია შრომა მომიყვანო მაგალითად, რომელ შრომას წერია იქ. კი, ურთიერთობაში 50-50 სტანდარტი არ მოშ. სახელი მაინტერესებს, რომელ შრომაში უწერია იქ. სახელი შეგიძლია გადაშალო ფროიდის სიგნები, შეგიძლია ფროიდს გაეცნო, კარლ გუსტავ იუნგს გაეცნო და ნებისმიერ ფსიქოლოგს გაეცნო. საკითხული საერთოდ? რა მაქვს? ფროიდი გაქვს საკითხული? ფროიდი? არა, ჰაერზე ვლაპარაკობ რაღაცებს. შეგიძლია მითხრა შრომები როგორ აქვს დაწერილი ფროიდს? აი მაგალითად რაზე აქვს შრომები? რას გულისხმობ? ან კონკრეტულ შრომა ქვია ფროიდის წიგნში არის შრომები დაწერილი. შრომებზე არის ფროიდის თავისი მთელი შემოქმედება, ფროიდის ეს იყო იუნგთან დაკავშირებული, იმიტომ რომ ფროიდი ეს იყო მომპარავი, რომელიც ლებონსაც და ფროიდსაც უკაცრავად იუნგსაც რაღაცებს პარავდა. ასე რომ ფროიდი გაქვს საკითხული, ეხა ხო ხდებით რას ლაპარაკობს ეს ტიპი? შრომებზე მელაპარაკები, მაშინ უნდა მელაპარაკო იუნგზე და იუნგის არქეტიპებზე. ეს არქეტიპების საწაკითხი. ყველაზე პოპულარულ შრომას მეცე ყურადღება, ხო? მელაპარაკო იუნგის არქეტიპებზე. რას ამბობდა ბა იუნგი არქეტიპებში თუ? იუნგის არქეტიპებს რაც შეეხება იუნგის გენიალურად ერთი წამის stakeholder ეხა შენ არ ვიცი შენს მაყურებლებს დამშვიდი გესაუბრები კი არ გეჭყუმები. დემონსტრაციულ პროვოცირებას ეგ ცოტნესთან და ვიღაც გამოყლებებულებთან ერთად. ხახო ვიდეო ჩაწერეთ გეხვეწები ეს საუბარი მინდა დავიმახსოვრო გისმენა ბა. ამცილებლად უნდა ჩაიწეროს თუ მინდა მე აგიტვირთო თავიდან პრობლემა არ არის. ურთიერთობაში 50-50 სტანდარტი არ მუშაობს და გეტყვი რატო.
სად გადაიყვანე თემა იუნგის არქეტიპები რა არის არა ერთი და არ დამიტანია მანდ მივდივარ მანდ არ მას არქეტიპები რა შვაშია ურთიერთობასთან ადამიანო თავში არის კონკრეტული ხალის არქეტიპები გეფიცე ძალიან გასხივოსნებული ტიპი ხარ შოქში ვარ მართლა რა ურთიერთობაში არსებობს ეს ლაივი აიტვირთება და ხვალე ამ ლაივთან ერთად თვითონ ვიწერე აუცილებლად აიტვირთება და ამ ლაივთან ერთად აიტვირთება იმ ფსიქოლოგების რომლებიც არაქართველები არიან და რომელიც შენ ლიბერალურ პროსტა რაღაც იდეებს არ შეესაბამება აიტვირთება კონკრეტული ფაქტების კონსტატაციები იცი ფაქტების კონსტატაცია და იუნგის არქეტიპებზეც იქნება რომ გენდერზეა ლაპარაკი ხო კი იუნგის არქეტიპი შეიძინოთ ჩემი წიგნი არის გამოსული რომელიც არის რას არა გენესვალი აკადემია პერალთა კავშირის წევრიც იქნები რისი პერალთა კავშირის არა ეგ მასხულიები და ეგ მეტრაკეები არის ეგ საერთოდ კაი ხალს დავუბრუნდეთ ესე იგი შენთვის ხალი ნივთია მეგობარო მე გარ მithkoms რომ ნივთი არის ხალი უნდა შემოცილებოდეს შენი საკუთარი უნდა იყოს როგორც თქვი ხო მე ვთქვი რომ ეგ ნივთი არის არა შენი საკუთარი უნდა იყოს მანიპულირებ შენ მანიპულირებ შენ მანქანაო ხო თქვი წერა ხო თქვა ხალხო დაწერეთ პლუსები კომენტარებში ტერიტორიულობა არ გულისხმობს იმას რომ შეიძლება ადამიანი ნივთად აღიქვა ტერიტორიულობა გულისხმობს იმას რომ შეიძლება არ ხალხი სპამავს კომენტარებში კი მაშინ ესეთი არ მაშინ ეს ვიდეო ჩაიწერეთ გეხვეწები ეს მინდა და როდესაც შენ არა მე ავტვირთ ამას თავიდან ბოლომდე როდესაც შენ შვილი გყავს შენი შვილის მიმართ ტერიტორიული ხარ რა თქმა უნდა ჩემი შვილის მიმართ ვარ იმიტომ რომ შვილი არის ადამიანი რომელიც ჯერ არ არის ჩამოყალიბებული სრულწლოვნობამდე მაგრამ სრულწლოვნობის შემდეგ შვილი ჩემი საკუთრება არ უნდა იყოს მეგობარო რა შეგეთანხმები კი ბატონო შენი საკუთრება არ არის რაც ურთიერთობაში რაზედაც პასუხისგებლობას იღებ ამ შემთხვევაში საკუთარ შვილზე ქალზე ტერიტორიული ხარ ეს ლაივში სხვა რაღაცას ამბობდი და ეხა ნუ ალამაზე ძალიან როცა გძნობ რომ მოგიახლოვდა ბუზი ჩემი ქალი გამწუნების ბუზი რომ გაჭდა და ნუ ალამაზე თავში ასე შემდეგ კიდევ ერთხელ გავიმეორებ რაც თავში ვახსენე სხვადასხვა რამე არ არის ეხლა ალამაზე ეხლა როგორ შეალამაზე კაი უკან ნუ იხელ მეგობარო ბოლომდე დაიდება ეს ლაივი რომ манипуляция და თვითონ დავდით მაგლაის იმიტომ რომ იმდენი ხალხი მწერს შენზე ზოგადად რომ ესეთი ამბიციური ტიპი ხარ სექსისტი ხარ პლუს თელი რამე თუ კი არსებობს ანუ კატეგორია ადამიანის სტიგმატური კატეგორია ხარ თავიდან ბოლომდე სექსიზმის დეფინიცია მითხარი რა არის სექსიზმის დეფინიცია არის რომელიც არ აღიარებს ხალის თანასწორობას და შენ ხარ ისეთი კატეგორია შენ ხარ სექსიზმი მე უნდა გასწავლები ამ ხოლმე ფსიქოლოგი კაც სექსიზმი რა არის ხო შეიძლება ფოიზე გავაგრძელოთ საუბარი როგორც ახსოვსებულ ფსიქოლოგთან მაინტერესებს ფოიზე გავაგრძელოთ საუბარი ფროიდის რომანში წერია რომ ადამიანი არ არის გენდერული ბალანსით რომან მოგვიყვანე ეგ რომელი წიგნია სათავე დამანახე რომ ვიცოდე ტომები ეხლა stay cold დამშვიდი stay cold შენ პირდაპირ გეუნები ანუ street IQ გაქვს რაც გულისხმობს შენი ბავშვობისეულ ტრამვებს შენ არ ვიცი შეურაცხყოფებს ასე შემდეგ ეგ გაქვს მაგრამ არ გადავდივარ განათლება არ აქვს თავდაცვა ბავშვის კი ხდება განათლება არ აქვს მაგას გეუნები განათლება არ აქვს აგვიკითხე ფროიდი გეუნები ეხლავე განათლება არ გაქვს პირველი კიდევ ერთხელ გეუბნები არც ეს ადამიანი რომელიც არის გაწერია გამანახე სათაური გეხვეწები წიგნი რომელია მაინტერესებს ანუ შეიძლება ვერ გაიგო მაგრამ ამ წიგნის სახელწოდება არის ფსიქოლოგია და ალქიმია ალქიმიაში ერკვევი იმიტომ რომ დავითის გენდერზე წაგვიკითხე მაინტერესებს დავითის ვარსკვლავს ატარებ კიდე გოგორი რაშვაშია დავითის ვარსკვლავი საერთოდ ატარებ დავითის ვარსკვლავს რაშვაშია დავითის ვარსკვლავი თავდაცვა ეგ მეგობარო თავდაცვა არ არის შენ ცდილობ ხა ჩემს გაშავებას იმიტომ რომ შენი პერსონა წარმოაჩინო უკეთ რანაირი ფსიქოლოგიაა ეგ ბავშვობა შენ არ იგებ ერთ რაღაცას პროსტა ამაზე არის საუბარი ურთიერთობაში ვლაპარაკობდით პირველ და მეორე ნომერზე და ამას გეუბნები. ურთიერთობაში ორ ადამიანს ფიქრობ რომ ერთმანეთი. აგვიკითხე ამ ფროიდიდან ადამიანი ფროიდს ახსენებდა მაჩვენე საჭიროა რომ ადამიანი არ უნდა ხვალე ამ ლაივთან ერთად დაგიდებ. ანუ ფაქტების კონსტატაცია არ ვიცი ეხლა მაშინ უნდა ბეძებო რაღაცებს. აი ხალხო ხო გასაგებია ეხლა ეს როგორი ფსიქოლოგიცაა ველოდებით რამდენი ხანი ფაქტებს რას გულისხმობს ურთიერთობაში პირველი და მეორე ნომერი. აი წარმატებით გისურვებ მე მომბეზს. არა არ გათიშვა. ისედაც ხო ლაბილური საზოგადოება გვყავს არა ყველას უჯერებ პლასტელინი ვითარიან გამოძერწავ ისე როგორც გინდა. ამას რო ეუბნები შენ ქართველს, რომელსაც წიხქვეშ ყავდა ისე წაგდებული ეს თავისი წყოლი. ამას რო შთააგონებ ვიღაცა ალფა თუ ვიღაცა რო ხარ.
შენ ხვდები საერთოდ რომ დამნაშავე ხარ საზოგადოების წინაშე და ის ქალები კიდე ამ კაცის გვერდზე რო ზიხართ და იქ რაღაცებს რო იძახი და იტყლარწებით იქ უარესები ხართ კიდე ამაზე